პირველ რიგში რაც შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს, აქ არის მთავარი საერთო შეფასება. რა მოტივით მოქმედებდა ერეკლე მეორე, მაშინდელი საქართველოს ხელისუფალი, როდესაც ამ ტრაქტატს აფორმებდა და საბოლოო ჯამში რა შედეგები მიიღო ქვეყანამ ამ ტრაქტატიდან, აქედან გამომდინარე, შედეგებიდან გამომდინარე, უნდა შეფასდეს ბუნებრივია ერეკლე მეორის ეს ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება, ეს იყო ხელშეკრულება იმპერიასთან. რუსეთის იმპერია იყო იმპერია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით და ზრახვებით. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერეკლე მეორეს რისკებიც ჰქონდა გათვლილი. და ბუნებრივია ეს რისკები საბოლოო ჯამში რეალისტა, თუმცა მთლიანობაში ქვეყანა მიიღო კონკრეტული შედეგები იმ ნაბიჯიდან, რომელიც მაშინ გადადგა ერეკლე მეორემ და ეს შედეგები ადასტურებს იმას, რომ მისი ნაბიჯი იყო ალტერნატივა და იყო უფრო მეტიც ბრძნული. საბოლოო შედეგი რა არის? რომ მაშინ გაკეთდა რეალურად ცივილიზაციური არჩევანი. დღეს ხშირად იყენებენ ხოლმე ამ ტერმინს და ერეკლე მეორის მაშინდელი არჩევანიც იყო ცივილიზაციური არჩევანი. წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ქრისტიანული ქვეყანა იყო მუსულმანური ქვეყნის ვასალი. და მაშინ ერეკლე მეორე მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება რელიგიაზე რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ეს იყო მისი ცივილიზაციური არჩევანი. საბოლოო ჯამში ამ არჩევანმა მოიტანა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და დღეს რომ საქართველო არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო, ის რომ ჩვენი ერი გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით იყო უკიდურესად მძიმე ვითარება 18 საუკუნის ბოლოსთვის, ის რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩა დემოგრაფიული თვალსაზრისით და დღეს რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ ევროპულ ფასეულობებს და ტრადიციულ ევროპულ კულტურას, ეს არის სწორედ ერეკლე მეორის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების დამსახურება, ამ პრაგმატული გადაწყვეტილების დამსახურება. რა თქმა უნდა, რისკები იყო და ეს რისკები ბუნებრივია შემდეგ რეალისტა, როდესაც საქმე გაქვს პატარა ქვეყანას დიდ იმპერიასთან, რომელიც ბუნებრივია საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებს, თავისთავად არსებობს რისკები. მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ უნდა ვიმსჯელოთ შედეგებით და შედეგი არის ის, რომ მაშინ საქართველო გადარჩა ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით, დღეს რომ საქართველო არის ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქვეყანა, დღეს რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა, ეს არის სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურება. და რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, დღეს ვართ ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული. ჩვენ გვინდა ვიყოთ ტრადიციული დასავლური ქრისტიანული სამყაროს ნაწილი და ამას ეფუძნება ჩვენი სწრაფა მათ შორის ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ეს ამბიცია, ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ამბიცია, ეს არის კიდევ ერთხელ იმ ბრძნული გადაწყვეტილების დამსახურება, რომელიც თავის დროზე მიიღო ჩვენმა დიდმა მეფემ.